დავბრუნდით ეთერში და განვაგრძობთ უკვე საქართველოს მიმდინარე თემებზე საუბარს. ICG ჯგუფში 7 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება. ინვესტიციას კომპანიის განვითარებაში საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმი დებს. შესაბამის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. როგორც ცნობილია, ქართული მხარე ფლობს წილის 51%, ხოლო ჰოლანდიური მხარე 59%. მისგან იქნება ინვესტიცია მიმართული და რა გეგმები აქვს ქართულ ჰოლანდიურ მენეჯმენტს. სამართლოყორო საბჭოს წევრი ალექსანდრე ჯოჩია და საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმის დამფუძნებელი ჯეიკობ ვესტერლაკენი არიან ჩვენი სტუმრები. შუადღე მშვიდობის მოგესალმებით. მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. ბატონ ჯეიკობთან მექნება პირველი შეკითხვა. რატომ ქართული სადაზღვევო ბაზარი და რატომ ICG ჯგუფი და რა პოტენციალს ხედავთ საქართველოს სადაზღვევო ბაზარში? Thank you very much. ჩვენ ვეძებთ როგორც ინვესტორებს აგრეთვე ბაზარს, სადაც ხედავთ პოტენციალს, სადაც შეგვიძლია დავაბანდოთ და ასევე სამომავლოდაც საქართველოს გახავთ ის ბაზარი, სადაც ხედავთ უზარმაზარ წარმატებას რამოდენიმე მიზეზის გამო, პოტენციალს რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში ის, რომ თქვენ შენ გჭირდება თანამშრომლობა ბაზარზე ზოგადად არა მხოლოდ სადაზღვევო კომპანიებთან, არამედ გჭირდება მთავრობის მხარდაჭერაც ამ დროს, გჭირდება ბაზარი, სადაც დარწმუნებული იქნები, რომ და აუცილებლად დაფიქსირდება. ეს გახავთ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შევარჩიეთ ქართული ბაზარი და რის გამოც არის მიმზიდველი ქართული ბაზარი ჩვენთვის. თუმცა ჩამოვედით საქართველოში და ჩვენ განვიხილეთ მთელი რიგი დისკუსიები და განხილვები, დავინახეთ, რომ ადგილობრივი პერსპექტივა გახავთ ძალიან მნიშვნელოვანი და არის შევხვდით ICG ჯგუფს, ჩვენ აღმოვაჩინეთ ორი რამ. ერთი გახავთ ის, რომ ძალიან კარგი ცოდნა არსებობს ბაზრისა და მეორე გახავთ რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის, რომ ძალიან ინტელექტუალური ხალხი თანამშრომლობს და ფუნქციონირებს ბაზარზე. სწორედ ამიტომ სადაც უკვე ფიქსირდება მთავრობის მხარდაჭერაც და არსებობს ძალიან კარგი განათლებული ადამიანები, ეს უკვე არის წინაპირობა იმისა, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. ბატონო ალექსანდრე, ICG ჯგუფს რა, ასე ვთქვათ, საშუალებებს გზებს უხსნის აღნიშნული ინვესტიცია. თქვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია ბაზარზე ხართ 2-5 წლიდან, თუ არ ვშტები და წარმატებით საქმიანობთ სამედიცინო დაზღვევის, იგივე აგროდაზღვევის მიმართულებითაც. რა მიმართულებები გაძლიერდება ICG ჯგუფში? საუბარია რომ შეიქმნება უფრო მეტი სამუშაო ადგილი, მეტი ადამიანი დასაქმდება და უფრო, ასე ვთქვათ, მოქნილი გახდება ICG ჯგუფი სადაზღვევო ბაზარზე ოპერირებისას. მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა მოწვევისთვის. სწორედ აღნიშნეთ, ICG ჯგუფს უსრულდება რამოდენიმე დღეში 11 წელი, რაც უკვე იმყოფება სადაზღვევო ბაზარზე. რაც შეეხება ინვესტორის შემოსვლას, ინვესტორი არა მხოლოდ ფინანსური რესურსით და კაპიტალით შემოდის კომპანიაში, არამედ უზარმაზარი გამოცდილების მქონე ჯგუფია, თვითონ ბატონი ჯაკობით, მისი პარტნიორებიც შეიძლება ითქვას მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში არიან ამ სფეროში და არიან სადაზღვევო. ანუ მენეჯმენტიც შემოდის. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად იქნება მათი გამოცდილების გათვალისწინება, მოხდება სისტემატიზაცია სრული კომპანიაში და ასევე, ახალი პროდუქტების დანერგვას გვიგავთ და რებრენდინგს ხوار გეგმავთ, ანუ ICG ჯგუფის სახელის. ჯერჯერობით მიმდინარეობს კვლევა ამასთან დაკავშირებით და ინვესტორებთან ერთად ჩამოყალიბდებით და შევთანხმდებით თუ იქნება საჭიროება. გამორიცხვით არ გამოვრიცხავთ. კი ბატონო, მიმართულებები, რომელზეც ძირითადად მიდის საუბარი, სად შეიძლება გაძლიერდეს, ანუ ICG ჯგუფი ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ისედაც იყო კონკურენცია და ნენუ ალბათ უფრო გამძაფრდება და ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაღაც ნიშური იქნება, ანუ თუ არა პირიქით გაფართოვდება ყველა კომპანია აპირებს უნივერსალურ კომპანიად დარჩენას, როგორც დღეს არის, მაგრამ ზუსტად ახლა ხდება შემუშავება სტრატეგიის, ჩვენ გიგმავთ რამოდენიმე მიმართულებაზე განსაკუთრებით აქტიურად მოქმედებას და ასევე სავარაუდოდ ბაზარიც აქეთკენ მიგვითითებს, რადგან ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ ბაზრის ზრდაში. აქედან გამომდინარე იმ მიმართულებებზე, რომელსაც იქნება თქვა იგივე ავტოდაზღვევა, იგივე სავალდებულო დაზღვევაზეც არის საუბარი უკვე ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილი. კი ბატონო, ბატონ ჯეიკობს ვკითხავ, თქვენ როგორ ფიქრობთ? რა თქმა უნდა, თქვენ წინასწარ ჩაატარებდით კვლევა, შეისწავლეთ ქართულ სადაზღვევო ბაზარს, მანამ სანამ შემოხვიდოდით ICG ჯგუფში ინვესტიციით და მენეჯმენტით, როგორც უკვე გავიგეთ. სად და რომელ რგოლში უნდა გაძლიერდეს ICG ჯგუფი, რა მიმართულებით უნდა იყოს, თქვათ, ძირითადი აქცენტი გაკეთებული სადაზღვევო ბაზარზე და ზოგადად როგორ შეაფასებდით ქართული სადაზღვევო ბაზრის კონკურენტულობას და კონიუნქტურას, ასე ვთქვათ. მოგესალმებით.
When we looked at the market, we saw როცა ბაზარს ვაკეთებთ კვლევას, ორ რამე შევნიშნეთ. ერთი გახლავთ ის, რომ ის ზრდა, რომელიც მიმდინარეობს ამ ეტაპზე და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სადაზღვეო ჯანდაცვის დაზღვევა უფრო და უფრო პროგრესს ახდენს. ჩვენ გჭირდება კონკურენცია რეალურად და ამ კონკურენციას, ჯანსაღ კონკურენციას მე ვხედავ თქვენს ქვეყანაში. კონკურენცია ასევე ზრდის მომხმარებელთა ცნობიერებას. ვინაიდან თუ არ იცი რა გჭირდება რეალურად არც გეცოდინება რა გეგმები უნდა დაისახო. მე ვფიქრობ რომ ადამიანებს ესმით რეალურად და სწორი წარმოქმნა აქვს თუ რას ნიშნავს რეალურად დაზღვევა თუ არ ეცოდინებათ დაზღვევის მცნება მაშინ ლოგიკურია რომ აზრი არ აქვს რანაირ გეგმას. ჩვენ ხედავთ რომ მომხმარებლებს ესმით რა ტიპის პროდუქტი ჭირდება და იციან ისიც რა არ ჭირდებათ, ვინაიდან ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან გემოვნების მიზნით, ასევე დაზღვევა, ავტომანქანის, საპენსიო დაზღვევა ჩვენ გვჯერა რომ ბაზარი იზრდება და დარწმუნებული ვართ რომ ჩვენ შევძლებთ უფრო მეტად განვავითაროთ და განვანათლოთ გავზერდოთ ცნობიერება საზოგადოებაში და ეს მიმართულებები უფრო დაიხვეწოს. და ბატონო ალექსანდრე, როდის უნდა ველოდოთ მაქსიმალურად ჩქარა მოხდება ალბათ და განვითარდება პროცესები, როდის უნდა ველოდოთ თქვათ გადაწყვეტილებას რებრენდინგთან, ახალ პროდუქტებთან დაკავშირებით და როდის იგრძნობს ეს თქვათ სადაზღვეო ბაზარი რომ აი ეს ჯგუფმა ახალი ენერგიით დაიწყო საქმიანობა. ნუ რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც ასურველია რომ ხვალიდანვე გავაკეთოთ რაღაც ნაბიჯები, მაგრამ გარკვეულწილად დროს მოითხოვს დაკავშირებულია კვლევასთან, რაღაც პერიოდთან, ჩემის აზრით მომავალი წლის პირველ კვარტალში უკვე მოახდენთ გაჟღერებას იმ გეგმების და იმ ნაბიჯების და იმ სტრატეგიის, რაც უკვე შემუშავებული იქნება, ასევე თვითონ რებრენდინგის არსებობის შემთხვევაშიც გაჟღერდება უკვე ბაზარზე. წარმატებების სტრატეგიის დასახვის და მისი განხორციელების მიმართულებითაც დიდი მადლობა ბატონ ჯეიკობ სტუდიაში მომბრძანებისათვის. ალექსანდრე ჩოჩია და ჯეიკობ ვესტერლაკენი იყვნენ ჩვენი სტუმრები. მადლობა მათ კიდევ ერთხელ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენ განვაგრძობთ